ბოლო დროს ევროკავშირი რაღაცნაირად თავს ესხმის ქართულ ეკლესიას იმ გაგებით, რომ რეზოლუციაში ჩაწერეს ქართული ეკლესია რუსული გავლენის ქვეშ არისო. თქვენი აზრი რომ ითხრათ ამასთან დაკავშირებით, რა მიზანს ემსახურება, რატო ესხმიან ეს? არ უნდა აქ ესეთი მდგომარეობა რო იყოს და უნდა კაცმა კაცი მოიყვაროს და ქალმა ქალი. ეგ არის მე რა. ქართულ ეკლესიას ევროკავშირი თავს რატო ესხმის? იმ გაგებით ვამბობ, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა რამდენიმე ხნის წინ ქართული ეკლესია რუსული გავლენის ქვეშ არისო. ერთ-ერთი ქართული ეკლესია რუსული გავლენის ქვეშ არ არის პირველი. მეორე ის რომ ევროპა, რომელიც ხარს უჭერს და გვალდებულებს, რომ LGBT აბას მაგაზე გართულება. პარადი ჩავატარებიოთ, დავამთავროთ და მე მიმაჩნია რომ სატანისტები არიან ისინი და ვერ აზროვნებენ ქრისტიანულად ღმერთის ნებით და რა თემაზე უნდა ველაპარაკოთ. თქვენი პირადი დამოკიდებულება რომ ითქვა. რა თქმა უნდა უარყოფითი მაგაზრის მიმართ. არავის გავლენის ქვეშ არა, ამდენი ხნის მართლმადიდებლები ვართ და თუ რამემ გადაგვარჩინა რწმენა. მარტო ეგენი არა, ყველა მაგას ლაპარაკობს. კი ბევრი ამბობს, რომ მართლმადიდებლობა არის გამღუპელი პროგრესისთვის. ყველა ამბობს. მაგრამ ეს არის მეთოდი ერთ-ერთი, რომ რაღაცნაირად ჩამოაშორონ ქვეყანა ეროვნულობას. ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა, რომ ქართული ეკლესია არის რუსული გავლენის ქვეშ. თქვენი აზრით რას ემსახურება ეს ყველაფერი? მე ამაში ვხედავ, რომ ევროპარლამენტი ერევა საქართველოს დამოუკიდებლობის და მიღებული გადაწყვეტილებების საქმეში, რაც ჩემი აზრით არც თუ ისეთი სასიამოვნო უნდა იყოს ამ ცხოვრებაში. დამოუკიდებლობა მაინც მთავარია, ამისთვის იბრძოდნენ და ახლა პრობლემა რუსეთთანაც და ვისაც რუსეთის წინააღმდეგ ვერ ამხედრებენ და როგორ თავად უნდათ იცი არ იმას იზამენ, ყველაფრით თქმა შეუძლიათ, ხო ასეა? თქვენი აზრით მიზანი რა არის იმის, რომ გამოცხადდეს რეზოლუციაში ჩაიწეროს, რომ ქართული ეკლესია არის რუსული გავლენის ქვეშ. აი რა მიზანი შეიძლება იდგეს ამის? პირადი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარება. ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერების, რესურსების და ტერიტორიული სივრცის. ეს არის დიდი, ბევრად უფრო გლობალური ძალების ურთიერთშეპირისპირება და შეჯახება, დომინირება მათ შორის პრიორიტეტების მოპოვებისთვის. ახალი რეზოლუცია მიიღო ევროკავშირმა ამ ბოლო დროს რაღაცნაირად ეკლესიას ესხმის თავს იმ გაგებით, რომ ქართული ეკლესია რუსული გავლენის ქვეშ არისო, ესე გამოაცხადეს. თქვენი აზრით რა მიზანს ემსახურება ეს ამბავი? ეს ევროკავშირმა გამოაცხადა? კი, ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა. არ ვიცი, მათ რა მიზანი შეიძლება ქონდეთ, ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ზოგადად დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დასავლეთის და რუსეთის ერთმანეთთან იდეოლოგიური დაპირისპირებას შემიძლია მივაწერო და ზოგადად საქართველოს ამ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალიან ისე არის მოქცეული, რომ ძირითადად უხეშად ხდება ხოლმე ჩვენ ქვეყნის, ასე ვთქვათ, ორივე მხრიდან არასასიამოვნო ბრალდებებში მოყოლა. აი ამის თქმა შემიძლია.